თემო გელაძე 7 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა და ფეხბურთი. ფეხბურთი ჯერ არ დავდივარ, ზაფხულში უნდა შევიდე პორტუში. ახლა ვსულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ კარგი ცენტრალური ნახევარმცველი. კარგ პასებსაც ვაკეთებ და გოლებიც გამაქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 30 კარგი გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზ. მივრბოდი პასი მივეცი, ხო და კიდევ მე დამიბრუნა ის პასი და ძალიან ძლიერად დავარტყი. და ცხრილში გავარტყი. მე კარგი გადახდა, მაგრამ ვერ აიღო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია როლანდო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. სახში მაქვს მომარდაშვილის ფორმა. მე მინდა მქონდეს ოქროსფერი ფორმა. უკან მინდა მეწეროს 27 და გელაძე. ფეხბურთში ყველაზე კარგად გამომდის მატაობა. მე შემაყვარა მამიკომ ფეხბურთი და თვითონაც ძალიან უყვარს. სახში ცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედა, მამა და ბები. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია ვაჩე. ის არის სიმპათიური, ცნობის მოყვარე, ცელქი, ხო და ბევრს ჭამს. ჩემი აზრით ვაჩე რო გაიზარდა გამოვა ბიზნესმენი. მამიკო არის მშრომელი, ვაჟკაცი და უშიშარი. და კიდევ არის ჩემსამე სიმპათიური. დედიკო არის ულამაზესი, თბილი და მოსიყვარულე. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი აზრით ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხაჭაპურს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, რომ ის სხვა ბაღში, ის ჩემი ბაღი, სადაც მე დავდიოდი, ის რემონტში იყო ის ბაღი რა. ხო და მე სხვა ბაღში გადავედი, სხვა ბაღში წავიდა. ცოლს რომ ვიყავ, იქნები 25 წლის. შვილებს დავარქვე ამიკოს, ნიკოს და ანას. ჩემ ცოლს დავარქვევ ტასოს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვისწავლე ჩემით. მე ვიცი ყველაზე კარგად ხის ხატვა, სახლის და ნაძვის. ყველაზე რთულია ნაძვის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ნარინჯისფერი და არ მომწონს ვარდისფერი. იმიტომ არ მომწონს რომ გოგოს ფერია. გოგოებიც ვარდისფერები არიან და ნაზები. მინდა ჩემი ნახატები გავყიდო 40 ლარად. ფული რომ ექნება ვიყიდი 2 მანქანას, რომელიც იქნება BMW და Mercedes. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ დიდი ვიქნები უკვე. დიდობა იმიტომ ეჩქარება, რომ დიდი ფეხბურთელი გამოვა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ გვასწავლიან ქცევის წესებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, ხო და სწავლას. და კიდევ იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ბავშვია დემეტრე ხიმშიაშვილი. ყველა ცელქია თეოდორ ფუტკარაძე. ყველა ჭკვიანია ანდრია ვოლქვაძე. ყველა მშვიდია ანა კამკია. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, სიმპათიური და ლამაზთვალება. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ცირა აბაშიძე, იმიტომ რომ ის არის მოსიყვარულე, არ ყვირის, ხო და კიდევ ლამაზია. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ინჟინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდა შევძლებდი ფრენას. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი აბუდაბიში. ჩემი ოცნების საჩუქარია დიდი სახლი ბაკურიანში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საუკეთესო თვისება? მაგალითად, ჩემი საუკეთესო თვისება რომ ვარ ძალიან კეთილი. გამოსასწორებელი მაქვს, რომ ცოტათი ვარ ზარმაცი. ბედნიერება არის კეთის გაკეთება, ფეხბურთის შესვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.